გრძელდება ჩვენი გადაცემა, კიდევ ერთხელ გილოცავთ ხარების დღესასწაულს და მოგესალმებით, ვინც ახლა შემოგვიერთდით. სიამოვნებით გვინდა წარმოგიდგინოთ სტუმარი, შემოგვიერთდა განათლების სახლის დამფუძნებელი, პროფესორი, კონფლიქტოლოგი ბატონი ზაზა ცოტნიაშვილი. დილამშვიდობისა ბატონ ზაზა, გილოცავთ დღევანდელ დღეს. მოგესალმებით, გილოცავთ დღევანდელ დღეს. გაიხარეთ, თქვენ შესანიშნავ მაყურებელს ულოცავთ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ვისარგებლებ შემთხვევით და მე უფრო პეტრესაც მიულოცავ დაბადების დღეს. შესანიშნავ ადამიანს და შესანიშნავ სასულიერო და საზოგადო მოღვაწეს, რომელიც უამრავ სასიკეთო საქმეს აკეთებს და ღმერთმა ბევრი შეაძლებინოს. ამინ. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ ვუერთდებით მილოცვას. ბატონ ზაზა, ცნობილია ტელემაყურებლებისთვის, რომ აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის ეგრეთ წოდებულ საზღვარზე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები. ჩვენ გსურს, რომ გამოვეხმაუროთ ამ არა სასიამოვნო მოვლენას თანამედროვე სამყაროში და ვიდრე ვთქვათ ვისაუბრებდეთ მიზეზებზე, ვთქვათ და ამ დროისთვის არსებულ ვითარებაზე და სიტუაციაზე, ვთქვათ იმაზე, რა გეგმები არსებობს აი ამ კონფლიქტის ჩასაცხრობად და მოსაგვარებლად პოლიტიკოსების მხრიდან, ვისაც ეს ევალება. მანამდე ქრონოლოგიას რომ მივყვეთ და გავიხსენოთ, ჩვენ ვიცით, რომ საკმაოდ დიდი ხანია კონფლიქტურ ზონად ითვლება ეს ტერიტორია. ეგრეთ წოდებული გაყინული კონფლიქტური ზონა იყო. რაღაცა პერიოდებში ახლდებოდა, ესე ვთქვათ, ეს ჭრილობა, მაგრამ მაინც ბუნდოვანი რჩებოდა და გაურკვეველი თუ ვის ეკუთვნოდა ეს ტერიტორია. უფრო ბუნდოვანი გახდა ბოლო დროს, თუმცა ისიც ცნობილია, რომ ორივე მხარეს აქვს თავისი, ასე ვთქვათ, არგუმენტები. რამ გახადა აი ბოლო დროს უფრო ბუნდოვანი ეს წარმოდგენები და რამ გაანაახლა აი ეს კონფლიქტი, რასაც დღეს თანამედროვე სამყაროში აქვს ადგილი და რას აფრთხებს უქმნის უკვე მთლიანად კავკასიის რეგიონს, ამაზე უკვე მოგვიანებით ვისაუბროთ. კი ბატონო, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მართლა ძალიან მტკივნეული საკითხია. მე ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა მიუსამძიმრო როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს უკვე მსხვერპლი არის, 1900 სამწუხაროდ მსხვერპლი არის, უკვე ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. კონფლიქტი არის საკმაოდ რთული. ჩვენ თუ ქრონოლოგიას გადავავლებთ თვალს, ყარაბაღის პრობლემა ჯერ კიდევ მე-11 საუკუნიდან იღებს სათავეს. ანუ ხშირ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სპეციალისტებს ეს ძალიან კარგად მოეხსენებათ, მაგრამ ჩვენ რადგან კავკასიის კონფლიქტებს მთლიან ჭრილში მიმოვიხილავთ ხოლმე, ხშირად მსგავსებასაც ხედავენ იგივე აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებთან, მაგრამ ძალიან დიდი სხვაობა არის. იქ ქრისტიანი ალბანელების მიერ შექმნილი ეს გარემო, სადაც უამრავი ქრისტიანული სამლოცველო არსებობს და არსებობდა საუკუნეების განმავლობაში, შემდგომ მოექცა მუსულმანური გავლენის სფეროში და ბუნებრივია გარკვეული ცვლილებები განიცადა. უფრო მოგვიანო პერიოდში, მე-19 საუკუნეში, როდესაც ცარისტული რუსეთის იმპერიის გავლენის სფეროში მოექცა ყარაბაღი, ამ დროს გარკვეული მხარდაჭერა ისტორიულად სომხურ მხარეს ჰქონდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სომხეთის კონტროლის ქვეშ იყო მე-19 საუკუნის განმავლობაში. მაგრამ მოგეხსენებათ შემდგომ, რომ კავკასიაზე უკვე საბჭოთა გავლენის პერიოდში, უკვე 1921 წლიდან რუსეთ-თურქეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად ის აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადავიდა და ძალიან საინტერესო არის, ჩვენ რუკაზეც ძალიან კარგად შეგვიძლია დავინახოთ, რომ ის პრაქტიკულად ის შუა ნაწილში იყო და საზღვარიც კი არ ქონდა მას სომხეთთან. ეს არის ძალიან საინტერესო მომენტი. ახლა ჩვენ თუ გადავავლებთ ეს ისტორიულ გამოცდილებას თვალს, იქ კარგად დავინახავთ და ლოგიკაში გამოჩნდება, რომ იმპერიებს აქვთ ეს თვისება, რომ ესეთი სახის ნაღმები ჩადონ ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რადგან არასტაბილურობის ადვილად შექმნის პრეცედენტი, რა თქმა უნდა, კონტროლს ზრდის მაქსიმალურად და სწორედ ასეთი შედეგი გვაქვს ამ შემთხვევაში ჩვენ ყარაბაღთან დაკავშირებითაც და ბუნებრივია ის ამუშავდა სწორედ იმ დროს და ამოქმედა სწორედ იმ დროს, რა დროსაც ის უნდა ამოქმედებულიყო, მე უკვე მხედველობაში მაქვს პოსტსაბჭოთა პერიოდი, 1988 წლიდან დაიწყო ეს ძალიან რთული პროცესები, სუმგაითის ცნობილი მოვლენები გახსოვთ თქვენ და ეს იყო ძალიან მასშტაბური
დაპირისპირება, ნაციონალური დაპირისპირება სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის. 94 წელს ხომ ზავი დასრულდა. დიახ, ესე იგი, ეს ნაღმები ხომ მაინც ეს კონფლიქტი სხვადასხვა ძალიან ეტაპობრივად განვითარდა. ცალსახად გამოხატა რუსეთმა მხარდაჭერა სომხური პოზიციის მიმართ და პრაქტიკულად მოდი ასე ვთქვათ, დააჯილდოვა კიდევაც კავკასიაში სომხეთი იმის გამო, რომ მათ მხარი დაუჭირეს რუსულ ინტერესებს სამხრეთ კავკასიაში. დღესაც ანალოგიური სტრატეგიული ურთიერთობა მიმდინარეობს რუსეთსა და სომხეთს შორის და უფრო მეტიც მათ მხარი დაეჭირათ იმაში, რომ დერეფანი გაეკეთებინათ, აქ არის შუშის რაიონი, რომლის საშუალებითაც უშუალოდ, ესე იგი, შევიდა ყარაბაღის ტერიტორიაზე სომხეთი. ანუ მათ საზღვარი და ესე იგი სასაზღვრო რაიონი აზერბაიჯანის გვერდისავლით შევიდნენ ისინი ყარაბაღის ტერიტორიაზე და დღეს იცით თქვენ რომ ის დამოუკიდებელი ეგრეთ წოდებული თვითაღიარებული რესპუბლიკა გახლავთ, რომელსაც სურს რომ თავისი ასე ვთქვათ თვითგამორკვევის საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში თვითგამორკვევის საფუძველზე მიიღოს დამოუკიდებლობა. მათ სომხეთთან გაერთიანებაზე ესეთი ცალსახა განცხადება არ გაუკეთებიათ, თუმცა ყველა მიცის რომ ის არის სომხეთის კონტროლის ქვეშ, რა თქმა უნდა, რუსეთის გავლენით. ბატონ ზაზა, ვინაიდან აი ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ რუსეთმა აშკარა მხარდაჭერა გამოუცხადა სომხეთს და შესაბამისად ვიცით რომ თურქეთი უფრო აზერბაიჯანს უჭერს მხარს, რამდენად არის რეალური საშიშროება იმისა, რომ ეს კონფლიქტი უფრო მასშტაბურ კონფლიქტში გადაიზარდოს რუსეთსა და თურქეთს შორის დაპირისპირებაზე და რამდენად აუცილებელია, რომ ეს რაღაცნაირად თან მათ შორის გარკვეული შლეიფიც არსებობს, ხო და აბსოლუტურად სწორი კონტექსტი გახლავთ, ესე იგი ეს ძალიან დიდი საფრთხის შემცველია განსაკუთრებით დღეს. ჩვენ თუ გავიხსენებთ ამავე დროს სულ ცოტა ხნის წინ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას თურქეთის მხრიდან, ის გარკვეული საბაბი გახდა საკმაოდ დიდი დაპირისპირების რუსეთსა და თურქეთს შორის. ეს ძალიან საშიში დაპირისპირება და რა თქმა უნდა ასეთ კონტექსტში უკვე როდესაც თურქეთი ცალსახად აცხადებს აზერბაიჯანისადმი მხარდაჭერას, ძალიან საშიშ სიტუაციას ვიღებთ. ღმერთმა არქნას და თუ ეს კონფლიქტი მიიღებს მასშტაბურ ხასიათს, წარმოიდგინეთ რომ მთელი კავკასია შესაძლებელია ცეცხლში გაეხოს. მთელი კავკასია ძალიან გლობალური ომის საფრთხის წინაშე ვართ. ამიტომ მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ძალიან ესე იგი ვიწროა ილუზია იმ ადამიანების, რომ აქ რომელიმე მხარე გამარჯვებული აღმოჩნდეს. ეს ის მომენტი იქნება, ჩვენ გვაქვს აგერ სირიის მაგალითი, თვალწინ. ჩვენ ის ძალიან ცუდი მაგალითები გვაქვს და ამ მაგალითებზე ჩვენ ალბათ უნდა ვისწავლოთ. მე თქვენ თუ მიაქცეთ ყურადღება თურქეთთან ერთად პაკისტანმა, ანუ ბირთულმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი აზერბაიჯანს, ესეც დამატებით ძალიან დიდ სირთულეებს შექმნის რეგიონში. აქ ლაპარაკი აღარ არის იმაზე, რომ მუსულმანური ქვეყნები ალბათ აზერბაიჯანს დაუჭერენ მხარს, ეს ლოგიკურად ასე ეს პოლიტიკური კონფლიქტი, მე ესე უფრო ვიტყოდი, რა თქმა უნდა, ეთნოკონფლიქტის ფორმატში არის წარმოდგენილი. დიდ რელიგიურ დაპირისპირებაში შეიძლება გადაიზარდოს. უამრავი საფრთხე არსებობს. ამიტომ ამ შემთხვევაში ჩვენ რაც შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ჩვენი რესურსი, მწირი რესურსი, რა თქმა უნდა, რაც კი არის, სულ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი შესაძლებლობებით. ეს რა თქმა უნდა, დიპლომატიური არხები არის და ეს იქნება მთავარი რეკომენდაცია ჩვენი ხელისუფლების მიმართ და ჩვენი ხალხის მიმართ, რომ უნდა ხელი შეუწყოთ, რაც შეგვიძლია ამ ურთიერთობის დალაგებას და ის ლოზუნგები და ის გამოთქმები, რომელიც სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ისმის და ტელევიზიითაც მე მოვისმინე, ძალიან გამიკვირდა ბევრი ადამიანისგან, რომ ცალსახად შეიძლება აქ რომელიმე მხარე ავირჩიოთ და მას მხარი დაუჭიროთ, არ შეიძლება არც ერთ შემთხვევაში. ნამდვილად გამარჯვებული ყოველ შემთხვევაში ჩვენ ეპოქაში წარმოუდგენელია რომელიმე მხარე. ორივე მხარეს ძალიან დიდი რესურსი აქვს შეიარაღების თვალსაზრისით. აქ არა მხოლოდ აზერბაიჯანზე და სომხეთზე არ არის საუბარი. მართალია აზერბაიჯანს ძალიან დიდი შეიარაღებული შესაძლებლობები აქვს ამ ეტაპზე. პრაქტიკულად სამჯერ აღემატება სომხეთისას, მაგრამ ჩვენ უნდა გვავიწყდება, რომ გიუმრის ბაზა, რომელიც რუსული დიდი ბაზა არის და რომელიც ახლო აღმოსავლეთზეა გათვლილი, ასევე რა თქმა უნდა სწორედ ამ მიზნებისთვის იქნება გამოყენებული, რომ ასე ვთქვათ, მხარი დაუჭიროს თავის მოკავშირეს სომხეთს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თურქეთი რომელიც ასევე ძალიან მძლავრი სახელმწიფო, ამავე დროს ნატოს ერთ-ერთი საყრდენი გახლავთ ჩვენს რეგიონში. ისე რომ ძალიან დიდი საფრთხეა იმისა, მით უმეტეს დღეს, როდესაც დაპირისპირება ცალსახაა დიდ იდეოლოგიებს შორის. მე ამ შემთხვევაში რუსული და დასავლური იდეოლოგიები მაქვს ხედველობაში, ისევ კავკასიაზე გაიაროს ამ დაპირისპირებას. ეს დაპირისპირება ჩვენ სახეზე გვაქვს სირიაში, უკრაინაში და კარგი არაფერი მოუტანია. და არაფერი კარგი არ მოუტანია, რა თქმა უნდა. ტრაგიკულია და ცუდია, უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან ხოლმე ყოველთვის ასეთ კონფლიქტებს. კი. სამწუხაროდ, აი ესეთი მართლაც ძალიან უდანაშაულო, უბრალო, მშრომელი ადამიანები, რომელიც მამულის სიყვარულით მათ ესე მიაჩნიათ, ხო და იქ თავის ადგილზე
არიან და თავის ადგილს ამაგრებენ, ეს ადამიანები იღუპებიან და საზარბაზნე ხორცად გადაიქცევიან ხოლმე ხშირ შემთხვევაში. აი შედეგი ხშირად ეს არის ამ დიდი პოლიტიკური თამაშების დროს. ბატონ ზაზა, ვახსენეთ რუსეთი, ვახსენეთ თვითაღიარება და ეს ტერმინები ჩვენთვის ძალიან ნაცნობია სამწუხაროდ. მე მინდა გთხოვოთ, აი თუ კი არის რაიმე პარალელის გავლება შესაძლებელი, ჩვენ გვაქვს ეს პრობლემები ჩვენ სახელმწიფოში უკვე მრავალი წელია, აი რა შეიძლება რაღაცა საერთო მოინახოს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რუსეთის პოლიტიკა თუ თავის დროზე როგორ იქნა ეს ნაღმები ჩადებული, რამაც საბოლოო ჯამში სამწუხაროდ მოიტანა ის შედეგი, რაც მოიტანა და დღემდე აი ამ რაღაცა გაურკვეველ კონფლიქტურ სიტუაციაში ვიმყოფებით. რა პარალელებს სწავლებთ? ბოლო დროს საუბრობენ იმაზეც, რომ ეს არის ეგრეთ წოდებული რუსული მეტასტაზები და ჩვენ თუ რუკას გადავავლებთ თვალს, ძალიან ბევრ რეგიონში ვნახავთ ასეთ კონფლიქტურ რეგიონებს და ეს სამწუხაროდ ასეა. Ну, როგორც ჩანს არის ესეთი პოლიტიკა რუსული სახელმწიფოს მხრიდან რეგიონის კონტროლის თვალსაზრისით და ასეთი მეტასტაზა, რა თქმა უნდა, ჩვენ აგერ გვაქვს რამდენიმე კილომეტრში ცხინვალის სახით, ასეთი მეტასტაზი გვაქვს ჩვენ ასევე სოხუმის სახით საქართველოს ტერიტორიაზე და უფრო მეტიც. თუ ჩვენ ყარაბაღს დაუკავშირებთ, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯავახეთი არსებობს, ქვემო ქართლი არსებობს. და სხვათა შორის მე არ მინდა ამაზე აქცენტი გავაკეთო, მაგრამ აი ამ დღეებში ვიცი რომ ამ მოსახლეობას შორის არის გარკვეული დაძაბულობის ელემენტი, ანუ საქართველოს ტერიტორიაზე და უშუალო, ესე იგი, ეს დიდი იმედი მაქვს მე რომ არ გადაიზრდება რაიმე ასე ვთქვათ, ჩვენ აი აქ უნდა ესე იგი გამოვიყენოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ამ ხალხს შორის ჩვენს მიწაზეც იყოს მშვიდობა, იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ ეს თუ გლობალურ სახეს მიიღებს, ჩვენ აი პირდაპირ ასე ვთქვათ დიდ ნაღმზე ვზივართ საქართველოს ამ შემთხვევაში. ეს საფრთხე ჩვენთვისაც არსებობს. ჩვენთვისაც არსებობს კი ჩვენ სავე ტერიტორიაზე. ჩვენ სავე ტერიტორიაზე სადაც ხა ვიცით რომ სომხურენოვანი მოსახლეობა არის. კი, ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ ნამდვილად. და უფრო მეტიც მე რამდენიმე ექსპერტს მოусმინე და ძალიან ესე იგი სწორი შეხედულება იყო იმასთან დაკავშირებით, თუ ომი გაღვივდა საქართველოს ტერიტორიას რამდენად გამოიყენებს, თქვათ იგივე რუსეთი იმისთვის რომ სატრანზიტო გზა იყოს მისთვის. არა თუ გამოიყენებს, აი არამედ მე მინდა გითხრათ რომ პირიქით შეიძლება წაახალისოს ასევე სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლება იმისათვის რომ ეს ცოცხალ ოკუპაცია საქართველოს ტერიტორიაში კიდევ უფრო ღრმად შემოვიდეს იმისათვის რომ სომხეთს დაუკავშირდეს პირდაპირ. ეს საფრთხეც არსებობს და ესეც უნდა გვახსოვდეს ძალიან კარგად. რეგიონალურ საფრთხეებს შორის მე მინდა ასევე გავახსენო ჩვენს მაყურებელს იგივე მეწამურის ატომური ელექტროსადგური, რომელიც ასევე ძალიან დიდი საფრთხეა. თქვენ თუ მიაქციეთ ყურადღება ტერორისტების ევროპაში ბჭყალებში ძალიან ცუდი მოღვაწეობის ერთ-ერთი ნიუანსი იყო ის, რომ ერთ-ერთი ატომური ელექტროსადგურის დარაჯი მათი იპოვეს გარდაცვლილი და მას გასაღები, ასე ვთქვათ, ჰქონდა დაკარგული იმ ატომური ელექტროსადგურს. ანუ ეს საფრთხეც არსებობს. თუ ტერორისტები, ვთქვათ, ევროპის ცენტრში ატომური ელექტროსადგურის დაზიანებით ცდილობენ ზიანი მოუტანონ საზოგადოებას, აქ სრულიად შემთხვევით შეიძლება მოხდეს საკმაოდ დიდ სარაკეტო სისტემებს აქვს იქ ადგილი. ეხლა ძალიან სერიოზული სარაკეტო სისტემების მობილიზება მოხდა როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან. ეს არის ტოჩკაუ ეგრეთ წოდებული სმერჩის ტიპის სარაკეტო სისტემები, რომელსაც შეუძლიათ რომ ძალიან ცუდი შედეგები შემთხვევითაც შეიძლება გამოიწვიოს. იცით თქვენ რომ ირანის ერთ-ერთ სოფელშიც კი ჩავარდა ეს სარაკეტო კი, ირანის კი. კი. ეს მონაცემები თუ გაქვთ ბატონო, აი რა ვითარება არის ამ ეტაპზე, ვთქვათ, მიდის უფრო სტაბილიზაციისკენ ვითარება თუ ვთქვათ ჯერ კიდევ როგორც ჩანს არის ესე იგი გარკვეული მცდელობა ორივე მხრიდან, მაინც მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურ განცხადებებს აკეთებენ როგორც ერთი ისე მეორე მხარე, ისინიც კარგად ხვდებიან და აცნობიერებენ, რომ კარგს არაფერს არ მოუტანს და რაც მთავარია გამარჯვებული ნამდვილად არ იქნება ამ კონფლიქტში დღეს ყოველ შემთხვევაში და იყო გარკვეული შეტყობა, თუმცა გარკვეული მიმოცვლა ცეცხლის მაინც არის. მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის ისიც რომ პრემიერი მედვედევი ჩადის დღეს ერევანში და ხვალაპირებს ბაქოში უკვე წასვლას. ნუ ეს ცალსახად ნიშნავს იმაზე რომ რუსეთი როგორც ჩანს ცდილობს რომ თავის თავზე აიღოს ეს პასუხისმგებლობა და მშვიდობის მყოფელის როლი შეასრულოს. ეს რამდენად ესე იგი სიკეთეს მოუტანს რეგიონს მე ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს ნებისმიერი სამშვიდობო მცდელობა არის მისასალმებელი. ეს უნდა ვთქვა. და იქ ახლა რუსებს ყოველთვის უნდა თხოვდნენ რომ სამშვიდობო მანდატით ჩადგნეს. სხვათა შორის ეს ის შემთხვევა, როდესაც ყარაბაღში
ქალაქში აი სამშვიდობო ძალები არ დგას. არც ევროპის სადამკვირვებლო მისია არ მუშაობს. აგერ ცოტა ოკუპაციასთან ვიცით რომ ფოტოაპარატი მაინც იღებენ ხოლმე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები და ანგარიშს აგზავნიან ევროკავშირში. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. იქ ესეთი რამეც არ კეთდება. იმიტომ რომ ზუსტი ინფორმაცია ძალიან ნაკლებია, რასაც ერთი მხარე ავრცელებს, თქვა აზერბაიჯანული მხარე. მე ამ საპასუხოდ ავრცელებს ხოლმე სომხეთიან ყარაბაღი. და მე გავეცანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს, ეგრეთ წოდებული ყარაბაღის ვებგვერდს, სადაც ასევე არის ინფორმაცია და ცნობები იმისა, თუ რა გამარჯვებები მოიპოვეს მათ. იქ არის აზერბაიჯანული ვერტმფრენის ჩამოგდებაზე უამრავი მფრინავი, წუხელისაც ჩამოაგდეს ერთი მფრინავი აპარატი უპილოტო, სადაზვერო აზერბაიჯანული და ამის შესახებ იყო ინფორმაცია ასევე წუხელის გვიანდადეს ეს ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე. ნუ ყოველ შემთხვევაში აი ესეთი ძალიან დაძაბული სიტუაცია. ეს ის მომენტია რომელიც საუკუნეების განმავლობაში ვერ მოგვარდა და ჩვენ ეპოქაში ამის მოგვარება წარმოუდგენელია პრაქტიკულად. ბატონო ზაზა, თქვენ როგორც კონფლიქტოლოგს მინდა გკითხოთ, ჩვენი მეზობელი ქვეყანა ერთიც და მეორეც, ხო? და აი რამდენად ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანს საჯარო პიროვნებას, რომელიც გამოდის და ცალსახად ერთის ან მეორის მხარეს იჭერს. ეს რამდენად შეიძლება ძაბავდეს ვითარებას, იმიტომ რომ სოციალური ქსელი მოგეხსენებათ საჯაროა, ამას კითხულობს, თქვათ, მარტო ჩვენ ქართველები არ ვკითხულობთ, სხვაებიც კითხულობენ და რამდენად შეიძლება რომ ეს საფრთხის მატარებელი იყოს ჩვენთვის. ელისაბედ, მე აბსოლუტურად გასაგებია რომ ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ მაინც როდესაც საჯარო პიროვნება ამას მე მესმის ესე იგი როცა გვინდა რომ ვიყოთ ძალიან ესე იგი დემოკრატიული გარემოს შემქმნელები, გვინდა რომ ვიყოთ ასე თქვა თავისუფალი აზრის, თავისუფალი სიტყვის გამომთქველი ადამიანები, მაგრამ დიდი სიფრთხილე მართებთ მართლაც იმ ადამიანს, ვის სიტყვასაც დიდი ავტორიტეტი აქვს საზოგადოებაში, ან ძალიან ესე თქვა პოპულარული არიან ეს ადამიანები და განსაკუთრებით მათი სიტყვები მე გეთანხმები და ხვდები დაახლოებით რასაც თქვენ გულისხმობთ, მეც ნამდვილად არ მომეწონა ერთ-ერთი განცხადება, რომელიც ერთ-ერთ მხარეს ცალსახად მხარს უჭერდა და იქ ჩამოყალიბებული იყო საქართველოს ასე თქვა სტრატეგიულად რა პოზიცია უნდა დაეჭირა ამ სიტუაციაში. ეს შეიძლება მას კონდეს სუბიექტურად ასეთი აზრი, მაგრამ საჯარო განცხადება ასეთი მოხელის მხრიდან მე ვფიქრობ ნამდვილად არ არის მისასალმებელი და მე მაინც მოუწოდებ ასეთ ადამიანებს ჩემი ასე ვთქვათ მოგრძალებული პოზიციიდან რომ თავი უნდა შევიკავოთ ყოველგვარი ასეთი მოწოდებისგან და როგორც ერთი მხარე, ისე მეორე მხარე ჩვენ მოძმე მხარეებად უნდა დავტოვოთ ნამდვილად ასეთ სიტუაციაში და ვისურვოთ მშვიდობა კავკასიაში და მშვიდობიან კავკასიაში სხვანაირად ვერც ვიცხოვრებ, წარმოუდგენელია და ჩვენი რადიკალური პოზიცია, საერთოდ ნებისმიერ რადიკალიზმი მე არ მომწონს ხოლმე ხშირ შემთხვევაში მით უმეტეს კონფლიქტების დროს, მაგრამ სიკეთის მომტანი არ არის, ასეთი რადიკალური პოზიცია ცუდის მეც არაფერს არ მოგვიტანს ჩვენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვისაუბრეთ არსებობს გარკვეული გამოცდილება და მაგალითები და ისიც თქვით ბატონ ზაზა, რომ ამ შემთხვევაში ვერც ერთი მხარე ვერ იქნება მოგებული, ეს არის მცდარი აზრი. ჩვენ ის გადაგვჩენია, რომ რაღაცა გონიერების გამოჩენა უსურვოთ იმ ადამიანებს, ვისაც ხელეწიფება აი ამ კონფლიქტის შეჩერება იმისათვის, რომ კავკასიაში, მთლიან კავკასიაში იყოს მშვიდობა და ეს მშვიდობა ვისურვოთ ჩვენ და დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა. მაგის მინოთ გიორგი, მშვიდობა იყოს კავკასიაში. ღვთისნებით ალბათ უნდა იმედი ვიქონიოთ, რომ მშვიდობა იქნება. და მოგვარდება ყველაფერი რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლით, იმიტომ რომ მსხვერპლი უკვე არის სამწუხაროდ. დიდი მადლობა ბატონო ზაზა, შევახსენოთ მაყურებელს განათლების სახლის დამფუძნებელი პროფესორი კონფლიქტოლოგი ზაზა ცოტნიაშვილი საუბრობდა სტუდიაში.